პირველმა მსოფლიო ომმა უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მთლიანად შეცვალა საზოგადოება. ომმა არამხოლოდ სამხედრო ტაქტიკა, არამედ სოციალური წესრიგი, ოჯახური ურთიერთობები და ეკონომიკა შეცვალა. ადამიანები ყოველდღიურობას სხვაგვარად აღიქვამდნენ, რადგან ომმა მოიტანა ტრაუმები, სირთულეები და სოციალური ცვლილებები. მედიცინაში გაჩნდა ახალი მეთოდები, მეცნიერებაში კი ინოვაციები, რომლებიც შემდგომ მშვიდობიან ცხოვრებაში გამოიყენეს. ამავე დროს, ომმა თან გამოიწვია დიდი ზიანი, მაგრამ იქვე გაჩნდა ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველი, ინოვაციები, შექმნილი სამხედრო მიზნებისთვის, შემდგომ გავრცელდა არქიტექტურაში, ტრანსპორტსა და ინფორმაციის სფეროებში. განათლება შეიცვალა, რათა მომავალი თაობები მომზადებულნი ყოფილიყვნენ სწრაფად სვლადი სამყაროსთვის. მიუხედავად მძიმე დანაკარგებისა, სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა საფუძველი, რომელმაც განსაზღვრა მრავალი სფეროს განვითარება მომდევნო ათწლეულებში. პირველმა მსოფლიო ომმა მედიცინის განვითარებას ძალიან დიდი ბიძგი მისცა, რადგან ფრონტზე ყოველდღიურად უამრავი დაჭრილი ჯარისკაცი ხვდებოდა ექიმებს. საჭირო გახდა სწრაფი და ეფექტური მკურნალობა, რის გამოც განვითარდა ქირურგია და ექიმებმა დაიწყეს უფრო რთული ოპერაციების ჩატარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ანტისეპტიკების გამოყენება, რამაც ინფექციების გავრცელება შეამცირა და გადარჩენის შანსი გაზარდა. ამავე დროს დაიწყო პლასტიკური ქირურგიის სწრაფი განვითარება, რადგან ბევრ ჯარისკაცს ჰქონდა სახის და სხეულის მძიმე დაზიანებები, რომლებიც აქამდე მკურნალობის გაუმჯობესებულ მეთოდებს საჭიროებდნენ. ექიმებმა დაიწყეს ახალი ქირურგიული ტექნიკებისა და დაზიანებული ქსოვილების აღდგენის მეთოდების შექმნა, რაც მოგვიანებით სამოქალაქო ცხოვრებაშიც ფართოდ გავრცელდა. ასევე, ომის დროს ფართოდ გავრცელდა სისხლის გადასხმა და სისხლის კონსერვაციის მეთოდები, რაც ადრე იშვიათად გამოიყენებოდა. აღნიშნული ინოვაციები გახდა საფუძველი თანამედროვე მედიცინის განვითარებისთვის, მათ შორის ტრავმატოლოგიაში, გადაუდებელ დახმარებაში და პლასტიკურ ქირურგიაში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა სამედიცინო პროფესიის შესაძლებლობები და ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ომის სწრაფმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ასევე საფუძველი ჩაუყარა მრავალი სამოქალაქო ინოვაციისთვის. თავდაპირველად სამხედრო მიზნებისთვის შექმნილი ტექნოლოგიები, როგორიცაა რადიოკავშირი, თვითმფრინავები და ქიმიური ნივთიერებები, შემდგომ გამოიყენეს სამოქალაქო ტრანსპორტში, კომუნიკაციაში და ინდუსტრიაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად განვითარდა ინსტრუმენტული დაზვერვა, მათ შორის რუკების შექმნა, საჰაერო ფოტოგრაფია და სხვადასხვა მონაცემთა ანალიზის მეთოდები, რაც მომდევნო ათწლეულებში მეცნიერებასა და ტექნოლოგიას საფუძვლიანად შეცვლიდა. ამავე დროს ომის პირობებმა აიძულა მეცნიერები და ინჟინრები სწრაფად მოერგონ რთულ სიტუაციებს, რაც თავის მხრივ გაზარდა პრაქტიკული კვლევების მნიშვნელობას და შექმნა ბაზა შემდეგი თაობის ინოვაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრესი ხშირად დრამატული და ნადგურების გზით მოჰყვებოდა, მან განაპირობა თანამედროვე ტექნოლოგიების და სამეცნიერო მეთოდების სწრაფი განვითარება, რომლებიც დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არიან. პირველი მსოფლიო ომის შედეგად ბევრი ქალაქი და შენობა განადგურდა, რის გამოც ომის შემდეგ დაიწყო მათი აღდგენა. ამ პროცესში არქიტექტურამ მიიღო უფრო მარტივი, პრაქტიკული და ფუნქციური ფორმები, რადგან მთავარი მიზანი იყო სწრაფად, ეფექტურად და ხელმისაწვდომად აშენება. სამშენებლო მასალების ხელმისაწვდომობა და ფინანსური რესურსების სიმცირე აიძულებდა არქიტექტორებს ნოვატორულ მიდგომებზე, რომლებიც ითვალისწინებდნენ ბოლთ პრაქტიკულობას და სისწრაფეს. ამავე დროს გაჩნდა ახალი სტილები, რომლებიც ნაკლებად იყო დეკორატიული და უფრო ფუნქციურობაზე ორიენტირებული. მოდერნიზმი, ბაუჰაუსი და სხვა მიმართულებები წარმოაჩინეს სიწმინდე, სიმარტივე და ფუნქცია როგორც მთავარი პრიორიტეტი. ეს ცვლილებები მომავალშიც გაგრძელდა და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე არქიტექტურას, განსაკუთრებით ურბანულ დაგეგმვასა და საზოგადოებრივ სივრცეებში. არქიტექტორები სწავლობდნენ არა მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს, არამედ შენობების გამოყენებადობას, ენერგოეფექტურობას და მდგრადობას, რაც დღესაც თანამედროვე არქიტექტურის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ომის შემდეგ განათლების სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რადგან საზოგადოებას უფრო მეტად სჭირდებოდა ტექნიკური, სამეცნიერო და პრაქტიკული ცოდნა. სკოლებში მეტი ყურადღება დაეთმო ისეთ საგნებს, რომლებიც რეალურად გამოსადეგი იყვნენ სამუშაოსა და სამოქალაქო ცხოვრებაში, განსაკუთრებით ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას და ინჟინერიას. ამის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პროფესიული განათლების განვითარებას, რათა ახალგაზრდები მომზადებულნი ყოფილიყვნენ ახალ, სწრაფად სვლად ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ სფეროებში. გარდა ამისა, განათლება გახდა უფრო ხელმისაწვდომი და ინკლუზიური, რადგან სახელმწიფოებმა გააცნობიერეს, რომ განათლებული საზოგადოება ქმნის ძლიერ, სტაბილურ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანას. ამან მნიშვნელოვნად შეუწყო
ხელის სკოლების ქსელის გაფართოებას, ახალი მასწავლებლების მომზადებას და სასწავლო მეთოდების ინოვაციურ შეცვლას. განათლების სისტემა ახლა უკვე არა მხოლოდ ცოდნის გადაცემაზე, არამედ კრიტიკული აზროვნების პრობლემის გადაწყვეტის, უნარების და პრაქტიკული გამოცდილების მოპოვებაზე იყო ორიენტირებული, რაც განაპირობა მომავალი თაობების ეფექტური მონაწილეობა საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში. პროპაგანდა ნიშნავს ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რომლის მიზანია ადამიანების აზრის, ემოციებისა და ქცევის გავლენა. პირველი მსოფლიო ომის დროს სახელმწიფოები აქტიურად იყენებდნენ პროპაგანდას, რათა გაეძლიერებინათ პატრიოტიზმი, გაემხნევებინათ ჯარისკაცები და დაერწმუნებინათ მოსახლეობა, რომ ომი აუცილებელი იყო. პროპაგანდა ემსახურებოდა ხალხის მობილიზებას, ზოგ შემთხვევაში ისინი მოუწოდებდნენ ადამიანებს არმიაში გაწევრიანებისკენ, ზოგ შემთხვევაში კი ფინანსური მხარდაჭერისკენ. ასევე ხშირად მტერი წარმოჩენილი იყო საშიშ და ბოროტ სახეში, რათა გაძლიერებულიყო სიძულვილი და ბრძოლის სურვილი. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის პოსტერები ნათლად აჩვენებენ, როგორ ცდილობდა სახელმწიფოები ადამიანების ემოციებზე ზემოქმედებას და მათი აზროვნების მართვას. Over the top for you, ამერიკის შეერთებული შტატები პოსტერზე გამოსახულია ჯარისკაცი, რომელიც დროშით ხელში შეტევაზე გადადის და ხალხს მოუწოდებს, დაეხმარონ ქვეყანას. მისი მიზანია მოქალაქეებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება და ფინანსური მხარდაჭერის მიღება. Wake up America, ამერიკის შეერთებული შტატები. პოსტერზე ქალი სიმბოლურად წარმოადგენს ქვეყანას და ხალხს მოუწოდებს გააქტიურდნენ. მისი მიზანია საზოგადოებაში საფრთხის შეგრძნების გაღვივება და პასიურობის შემცირება. Women of Britain say GO, ბრიტანეთი. პოსტერზე ქალები აცილებენ მამაკაცს ომში წასასვლელად, რაც აჩვენებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს ომს. მისი მიზანია მამაკაცების მოტივაცია სამხედრო სამსახურისთვის. Keep the hun out, ამერიკის შეერთებული შტატები, ძლატო ბრიტანეთი. პოსტერზე მტერი წარმოდგენილია საშიშ სახეში, რაც ხალხში შიშს და სიძულვილს აძლიერებს. მისი მიზანია ქვეყნის დაცვის სურვილის გაძლიერება. Fall in, ბრიტანეთი. პოსტერზე ჯარისკაცი მოუწოდებს ხალხს არმიაში გაწევრიანებისკენ. მისი მიზანია სწრაფი მობილიზაცია და სამხედრო ძალების გაზრდა. Hello, this is Liberty speaking, ამერიკის შეერთებული შტატები. პოსტერზე თავისუფლების სიმბოლო ხალხს დახმარებას თხოვს. მისი მიზანია ფინანსური მხარდაჭერის მიღება და ერთიანობის გაძლიერება. Britain wants you, ბრიტანეთი. პოსტერზე სამხედრო პირი პირდაპირ მაყურებელს მიმართავს, რაც პირად პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. მისი მიზანია თითოეული ადამიანის ჩართვა. Destroy this mad brute, ამერიკის შეერთებული შტატები. პოსტერზე მტერი წარმოდგენილია როგორც საშიში არსება, რაც ემოციურ რეაქციას იწვევს. მისი მიზანია მტრის მიმართ სიძულვილის გაძლიერება. Dein Vaterland ist in Gefahr, გერმანია. პოსტერზე ჯარისკაცი მზად არის დაიცვას სამშობლო. მისი მიზანია პატრიოტიზმის გაღვივება და ხალხის მოტივაცია ქვეყნის დასაცავად. პირველმა მსოფლიო ომმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში და მთლიანად შეცვალა საზოგადოების განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ომი დიდი ტრაგედია იყო, მან ხელი შეუწყო სხვადასხვა სფეროს წინსვლას, როგორიცაა მედიცინა, მეცნიერება და განათლება. ამავე დროს, ომმა აჩვენა, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ინფორმაციის გავლენა ადამიანებზე. პროპაგანდა გახდა ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელმაც საზოგადოებრივი აზრის მართვა შესაძლებელი გახადა. საბოლოოდ, ეს პერიოდი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელმაც თანამედროვე სამყაროს ფორმირება მნიშვნელოვნად განსაზღვრა.